მოგესალმებით, დავიწყოთ თურმე დავმოგვემატებთ. დღეს პირველ საკითხთან მასკებთან დაკავშირებით მისი შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით კოალიცია მედიის საზოგადოებრივად სიხმარება იმ პრობლემებს, რაც დღეს აქვს მედიას, საერთოდ რაც შეიძლება გაუჩნდეთ წინასაარჩევნო პერიოდში მედიას საშუალებები. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, მასკების პრინციპების ამოქმედება ურთიერთობ ვადაში, როგორ ხედავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულების შესრულებას საკაბელო ოპერატორების მხრიდან, რა პროცედურები უნდა განხორციელდეს და ამ ხედვას დღეს წარმოადგენდა კომისიის წარმომადგენელმა. და მეორე თემა არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვალდებულება, რომ მან გაუწიოს მონიტორინგი წინასაარჩევნო კამპანიის. ეს ვალდებულება მოგეხსენებათ, მას აქვს საარჩევნო კოდექსის თანახმად. რეალურად ეს მასკერი არ არის, რადგანაც იგი არ არის ამ შემთხვევაში მიღებული თქვათ კომუნიკაციის კანონისა და მოუწყებლობის კანონის ბაზაზე, არამედ მიღებულია საარჩევნო კოდექსის ბაზაზე შესრულების შედეგად. ამიტომ მე მას ეგრეთ წოდებულ მასკერის ვუძახი. რეალურად საკმაოდ მრავალფერი პრობლემა და მე მეტნაკლებად სკეპტიკურად უყურებ საკითხს, რადგანაც თქვენ კარგად იცით, რომ საბოლოო ჯამში თავრეს ყველაფერი უკარგად ჩატარდეს, რას ღებულობს შედეგად მაუწყებელი, ღებულობს იმას, რომ თქვათ რეგიონებში როგორც არის თქვათ თუნდაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში პატარ-პატარა საკაბელოებში ისეთ ქალაქებში როგორც არის თქვათ ფოთი 1200 თქვათ ისეთ ქალაქებში როგორც არის თქვათ ზუგდიდი თქვათ 700-მდე აბონენტი ძალიან მიზერული ისინია ფაქტობრივად მართალია შედეგი ძალიან მიზერული იქნება მაგრამ იმედი მაქვს რომ თქვათ აი ამასაც თქვათ რაღაცნაირად თქვათ ესე გააკეთები რომ ამ დონეზე მაინც ნორმალურად ჩატარდეს. გენიალური ინტერპრეტაცია წარმოადგინა მარეგულირებელმა იმ კანონის, რომელიც მასკერის კანონის, რომელიც არის მიღებული. კერძოდ ის, რომ თურმე სავალდებულო ტრანზიტი კი არ უნდა განხორციელდეს, არამედ ტელეკომპანიამ უნდა მიმართოს, ანუ ტელეკომპანიას აქვს მიმართვის ვალდებულება საკაბელო ტრანზიტორებისთვის, ავტორიზებული პირებისთვის და ამ შემთხვევაშია მხოლოდ ვალდებული, რომ ავტორიზებულმა პირებმა, საკაბელო ტრანზიტორებმა ჩართონ საერთო მაუწყებელი, ანუ ამ შემთხვევაში მეცხრე არხი თავის პაკეტში. თუ არ მიმართავს მეცხრე არხი, კერძოდ ყველა საკაბელო ოპერატორს მაშინ არ არის ვალდებული ეს თქვა მარეგულირებელმა. ფაქტობრივად სახელმწიფო ახლა მარეგულირებლის სახით ახორციელებს უნდა განახორციელოს ის რომ კი გვაქვს კანონი მიღებული, მაგრამ ხელშემშლელ მექანიზმს ფაქტობრივად აცნობს საკაბელო ტრანზიტორებს, რომ მათ რა შემთხვევაში არ შეუძლიათ, ანუ რა შემთხვევაში არ არიან ისინი ვალდებულები, რომ გაავრცელონ მეცხრე არხი. რო გაიწელება ძალიან დიდი და საბოლოო ჯამში შეიძლება დასრულდეს იმით, რომ საერთო მაუწყებელი არ ჩართოს ავტორიზებულმა პირმა. ვფიქრობ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს იქნა შეხვედრაზე წამოწეული, გადაჭრადია და ის არანაირ დაბრკოლებას მასკერის პრინციპის რეალიზაციას საარჩევნო კამპანიის დროს არ შეუქმნის. საარჩევნო კოდექსში წერია პერიოდი, რა პერიოდშიც უნდა ხორციელდებოდეს მასკერის პრინციპი და გამოვდივართ აქედან. დღეს დავა კანონთან, ანუ რატომ არის კანონი ესეთი, ვფიქრობ, რომ არის ფუჭა დროის კარგვა, ეხლა უმჯობესია ჩვენი ძალისხმევა მიმართოთ იქითკენ, თუ აი ამ პერიოდში არ მოხდეს რაიმე შეფერხება და ამ პერიოდში მასკერის პრინციპმა იმუშაოს ეფექტიანად. შეათხოვდნენ შეათახვონ მოხარებულს უფლებებს